თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის არხს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იყო და მონაწილეობს ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ უკვე 92 გადაცემას ვწერთ დღეს, ეს არის 92 გადაცემა და დღეს ჩემთვის, პირადად ჩემთვის ცოტა განსხვავებული ეთერია ალბათ, იმიტომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა და მინდა ცოტა სხვანაირად წავიყვანო ეს ყველაფერი. უკვე 2023 წლის 13 მაისი იყო ეს გადაცემა, რო დავიწყეთ. ეს იყო ჩვენი მე ვარ სამეფო კლუბის წევრი ვარ და ჩვენმა კლუბმა გადაწყვიტა რომ ესეთი გადაცემები წაეყვანა. ეს მე და ბატონი გაიოს მამალაძის იდეა იყო ესა და ჩვენი კლუბის საერთოდ და გვინდოდა რომ გაგვიშუქებინა ესე იგი გვარები, ის გვარები საქართველოს რომლებიც ისტორიული არის და ნამდვილად ჩვენ მივიჩნევთ, ყველა მივიჩნევთ რომ ესე იგი საქართველოს ყველა გვარი არის ისტორიული და საკმაოდ 2023 წლის 13 მაისიდან საკმაოდ პოპულარული გახდა ეს გადაცემები, საკმაოდ დიდი მნახველები ყავს, ძალიან ბევრი მოწონებები აქვს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მინდა მოუხადო მადლობა. ხა ჩემი განველი გზა რომ მინდა მაინც ცოტა ჩემზეც ვილაპარაკო, თავს არ ვიქებ ნამდვილად და არც მინდა ქება, არც ჭირდება ქება. უბრალოდ ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი გვარების ისტორიით. ეს ალბათ იმ გარემო პირობების ბრალი იყო რა, გარემო პირობებშიც მე ვიზრდებოდი ამ ჩემს ჩამოყალიბებაში, ამ ისტორიის სიყვარული გამიგროვა და ამ როგორც ჩამოყალიბდი თუ დავუშვათ ისტორიის მცოდნეთ და გვარების მცოდნეთ, ამაში უდიდესი დამსახურება მაინც ჩემს ოჯახს მიუძღვის და პირველ რიგში ჩემს ბებიას, რომელსაც უყვარდა ეს ყველაფერი და რომელმაც ასე ვთქვათ ბავშვობიდან ჩამაგონა შთამინერგა ჩემი გვარის სიყვარული და ჩემი წინაპრების სიყვარული. ბებია მყავდა ქავთარაძის ქალი იყო, ძველსენაგელი ქავთარაძე და ძალიან კაი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდა თავისი გვარი, უყვარდა თავისი წინაპრები და ძალიან ბევრ რაღაცებს მიყვებოდა და ამან განაპირობა ალბათ ის, რომ ესე იგი მე ჩემი სიყვარული ასე გაღვივდა აი ამ კუთხით. შემდეგი ნაბიჯი, რომელმაც კიდევ უფრო გააღვივა ეს ყველაფერი იყო ჩემი ის სტიხაროსნობის პერიოდი, რაც მე ესე იგი 1980-დან 1990 წლამდე გავიარე. პატრიარქის გვერდით ვიდექი 4 წლის განმავლობაში, ვიყავი პატრიარქის სტიხაროსანი ვიყავი. ჩემთან ერთად ძალიან კაი ადამიანები იყვნენ მაშინ, მთელი საქართველოს და მთელი დისიდენტური სპექტრი იმდროინდელი საქართველოსი მაშინ დადიოდა სიოში და სიოში ხდებოდა იმ ყველაფრის გადაწყვეტა და იმ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა დავუშვათ თავ მომავალზე და სამშობლოს ესე იგი დაგეგმარებაზე თუ როგორ უნდა ყოფილიყო შემდგომში საქართველოს და ვისთან ერთად ყოფილიყავით, ეს ყველაფერი წყდებოდა მაშინ იქ. ეს იყო ძალიან კაი პერიოდი და იმ პერიოდში მე გავიცანი უდიდებულესი პიროვნება დადიანებისა და შერვაშიძეების გვარის წინვალი წარმომადგენელი და შთამომავალი ქალბატონი ბაბო დადიანი, რომელთანაც ხშირად არა, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვარ მასთან სახლში ნამყოფი, სოვლაკში ცხოვრობდა
და თავისი სახლი ჰქონდა გადაქცეული მუზეუმად, ასე თქვათ. Წარმოიდგინეთ თქვენ სამოთახიანი ძველებური ბინა, სადაც შეხვალთ კედლები, იმის შპალერის მაგივრად კედლებზე სურათები იყო მოფენილი მთელ სამ ოთახში. საინტერესო ის იყო, რომ ამ ყველა სურათის ისტორია იცოდა. მათ გამოსახული პიროვნებების, აღმოჩენილი პიროვნებების ყველას ისტორია, სათითაოდ ყველას ისტორია იცოდა და ამას გვიყვებოდა ჩვენ ყველაფერს და აი იმ მომენტიდან უკვე გადავწყვიტე მე, რომ ესე იგი გამეგზელებია ჩემი მოღვაწეობა გვარებზე და თავიდან ჩემი გადაწყვეტილება იყო თავადაზნაურული გვარების შესწავლა. ხლა ეს რამ განაპირობა, ჯერ განაპირობა ჩემი გვარის და ჩემი წინაპრების, ბებიაჩემის გვარის შესწავლა, ვინაიდან თავადაზნაურულ გვარს ეკუთვნოდნენ. შემდეგ იმ ლამაზი ადამიანების სურათებმა, რომელიც ბაბოდადიანს ჰქონდა, ესე იგი, კედლებზე გათავსებული, ამან ყველაფერმა ძალიან ბიძგი მომცა იმისა, რომ დამეწყო და 1982 წლიდან დავიწყე ამ გვარებზე მუშაობა, ანუ გვარების შეგროვება. ანუ 1982 წლიდან მე უკვე თავადაზნაურ გვარებზე ვაგროვებდი მასალებს. ამ მასალებს ვაგროვებდი, ახლა მაშინ არქივსთან წვემა ცოტა ის იყო, რა ქვია, ისეთი იყო, რომ მიუწვდომელი იყო ეს ყველაფერი და ესე იგი საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნებიდან ვაკეთებდი ამ ყველაფრის, ესე იგი ასე თქვათ, დამუშავებას, წიგნების დამუშავებას, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს დამუშავებული, ამ წიგნებიდან, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად შრომატევადია, დავუშვათ, აკეთებ რაღაც გვარს, დავუშვათ, ახვლედიანი, უცებ რაც მომივიდა ხა თავში, ახვლედიანის გვარი, უნდა წააკითხო, დავუშვათ 200-300 წიგნი. თუ კი სადმე შეხვდება ახვლედიანი, ყველა უნდა გადმოიტანო. რაღაც ერთი ფრაზა იქნება, უნდა გადმოიტანო რაღაც ფურცელზე და ამას დავუშვათ, რამდენი გვარიც აქვს, იმდენი ფურცელი უნდა კონდეს და რამდენი გვარი შეხვდება, დავუშვათ 200-300 წიგნში ყველა უნდა გადმოიწერო, ყველა უნდა გადმოიტანო და უნდა ესე იგი, ასე თქვა, დაარქივო შენს ესე იგი ფურცლებზე. შემდეგ ესე იგი 2006 წელს უკვე რომ მივხვდი, რომ საკმაოდ ვრცელი მასალა მქონდა უკვე, რომ წიგნი გამომეცა. გამოვეცი წიგნი, პირველი წიგნი ქართველ თავადაზნაურთა გვარების აღწერა, სადაც მცირე გვარები რაღაც დაახლოებით 600 თუ 600-დან 700 გვარამდე იყო თავადაზნაურული გვარების ისტორია იყო მოცემული. შემდეგ ეს გავაგზელი ისევ, რა თქმა უნდა, ძიება და 2017 წელს უკვე საკმაოდ სქელტანიანი წიგნი გამოვეცი, რომელიც ტირაჟით საკმაოდ ნორმალური იყო და საკმაოდ სწრაფად და კარგად გაიყიდა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ეს წიგნი ადრესატამდე მივიდა, ვიღაცებს მოეწონათ და ვიღაცები ესე იგი ზოგმა სამაგიდო წიგნად გადაიქცია ეს წიგნი და მე ძალიან მიხარია, როცა სადმე რამოდენიმეჯერ მოხვდი ოჯახში, სადაც ჩემი წიგნი ედოთ ასე სერვანზე, პირობითად ვიძახი სერვანზე, იდო ჩემი წიგნი. აი მან ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს საერთოდ ესეთ რაღაცები და მაბედნიერებს. ხო და უფრო გავშალი, ასე თქვათ, ჩემი ეს არეალი ჩემი ამ გვარები დაინტერესებით და ესე იგი არა მარტო თავადაზნაურულზე, უკვე გადავედი ისეთ გვარებზე, რომლებიც მართლა მე მართლა მასე ვფიქრობ და მართლა კი არ ვფიქრობ, ეს მართლა ასეა, რომ საქართველოში ყველა გვარი მართლა ისტორიულია, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ის გამოვიარეთ ქარცეცხლი ჩვენი არსებობის მანძილზე 3500 ეს არის ისტორიული იმას გეუბნებით მე, რაც ესე იგი ისტორიაში არის ცნობილი. ძალიან ბევრი ადრე შემეკამათა, რომ ჩვენ უფრო მეტი კი ბატონო, მეც გეთანხმებით, რომ 9000 თუ 8000 წლის წინანდელი ეგერ ქვევრი აღმოაჩინეს, მაგრამ მე გეუბნებით დაზუსტებული ისტორია, რაც გვაქვს ჩვენ, წერილობითი წყაროები, რაც გვაქვს, ეს არის რაღაც 3000, 3200, 3500 წელი.
იმის იგი ჯეჯებებით ვერ წავსულად და როგორც კი წავალთ ახლა რაც არქეოლოგიამ ისტორია არ არის, ისტორია არის არქეოლოგიისა და საბუთების, ესე იგი წერილობითი წყაროების შეჯამებით ხდება, ესე იგი სინთეზით ხდება ისტორიის რაიმე ისტორიის გამოყვანა. ანუ ესე იგი არქეოლოგიაზე დაფუძნებული უნდა იყოს გამყარებული უпростоრად ის ისტორიული დოკუმენტები, რომელიც ჩვენ გვიდევს რაღაცა დევს, რაღაცა გვაქვს შემონახული და ეს უნდა განადგიცხოს უკვე არქეოლოგიამ. დღეს ახლა მესამე დარგი დაემატა კიდე გენეტიკა, გენეტიკური კვლევები, რომელიც არის მართლა უტყუარია და ამ ყველაფერს უკვე ბეჭედს უსვამს, ესე იგი გენეტიკური კვლევა. ანუ ესე იგი არქეოლოგიას პლუს ესე იგი წერილობითი წყაროები და ზედ დამატებული უკვე გენეალოგიური კვლევები. ამიტომ ესე იგი უფრო მარტივი გახდა ამ ყველაფრის დაზუსტება და დადგენა, იმიტომ რომ გენეტიკა არის ზუსტი მეცნიერება, რომელიც გამორიცხავს ძალიან ბევრ რაღაცებს. ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ ესე იგი მე და ბატონი ვალერი ხიმშიაშვილი, რომელიც ჩემთან ერთად იკვლევს გვარებს, რომელიც სამწუხაროდ დღეს შეუძლოთ არის და რომელიც იმედია მალე ჩადგება ფორმაში და ისევ გავაგრძელებთ იმ შემართებით, რა შემართებითაც დავიწყეთ რამოდენიმე წლის წინ მე და ვალერი ეს ყველაფერი. ეხლაც რამოდენიმე პროექტში მონაწილეობ, რომელიც მინდა რომ ნამდვილად გამოვიდეს, მაქვს რამოდენიმე წიგნი, მზათა მაქვს უკვე ფაქტიურად ჰერალდიკაზე, სხვა შორის ჰერალდიკა არის ისეთი დარგი, რომელიც ბოლომდე არ არის შესწავლილი საქართველოში და ჩემი წიგნი მე არ ვამბობ რომ ნათეს მოფეს ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაც შუქის რაღაც ნაპერწკალს შეიტანს ამ დარგში და რაღაც პატარა მაინც გაანათლებს იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ დაუშვათ ჰერალდიკა, უნდათ გერბი, მაგრამ არ იციან როგორ გააკეთონ, როგორ შექმნან ეს. ამ კუთხით მე შრომა ფაქტიურად დამთავრებული მაქვს. უბრალოდ ველოდები სპონსორს, ან ველოდები ისეთ გამომცემლობას, რომელიც დაინტერესდება ამ წიგნით და რომელიც გამოსცემს ამ წიგნს, იმიტომ რომ დამირწმუნეთ, რომ ძალიან საინტერესო ილუსტრირებული წიგნი იქნება, სადაც ესე იგი 100 გვარის ისტორია იქნება გაშუქებული, თავისი გერბებით, თავისი ბლასონებით, ბლასონი რა არის, გერბის აღწერა, გერბი აღწერის გარეშე არ ითვლება გერბად და მოკლედ ამ 100 გვარის ისტორია იქნება, 100 გვარის იქნება გერბი მოცემული და ამ გერბის აღწერა იქნება. და ესე იგი კიდე იქნება, ესე იგი შუა საუკუნეები და როცა წარმოიქმნა საერთოდ ეს დარგი ჰერალდიკა, იქიდან მოყოლებული, როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი და რა მიზეზები იყო, რამ გამოიწვია საერთოდ ჰერალდიკის დაარსება და როგორ ვითარდებოდა და როგორ იყიდებდა ფეხს ჯერ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში, მერე რუსეთში და რუსეთთან უკვე შემდეგ საქართველოში. ეს სიმბოლიკაც არ შეგეშალოთ, სიმბოლიკაც არსებობს საქართველოში ყოველთვის იყო 1000-ეული წლების წინ არსებობდა სიმბოლიკა, მაგრამ სიმბოლიკას თავისი დატვირთვა აქვს და ჰერალდიკას თავისი დატვირთვა აქვს. ასე რომ ეს წიგნიც ალბათ ვისაც დააინტერესებს და თუ გამიშტებიან სურვილები, მე მზათა მაქვს ეს წიგნი რომ დავუშვათ გამოვცე უბრალოდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომელიც სამწუხაროდ მე არ მაქვს. ასე რომ საკმაოდ რა ვიცი, ალბათ ფუჭად არ მიშრომია. ეხლა კიდე არის ერთი წიგნი, მალე ალბათ სულ მალე იხილავს მკითხველი ახალ წიგნს. ეს არის გვარების წინამძღოლთა დარბაზის ინიციატივით და იმის ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით გვარების წინამძღოლთა დარბაზმა და მის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ბრეგვაძემ გადაწყვიტეს წიგნის ენციკლოპედიური ნაშრომის გამოცემა, საერთოდ სავარაუდოდ 10 ტომი უნდა გამოვიდეს. შერეხა მზად არის, უკვე თითქმის მზად არის პირველი ტომი, სადაც 100 გვარი იქნება გაშუქებული, სადაც აი ეს 100 გვარი და 100-ვე გვარის რედაქტირებას და ფაქტურად
ძალიან ბევრი გვარის და რაღაც დაახლოებით 70 გვარის უშუალოდ ავტორი მეგახლავართ და ამ წიგნის რედაქტორის გახლავართ. თუ მეთმაინდება ეს წიგნის მალე იხილავს, ესე იგი ამ წიგნის მალე იხილავს კითხველი და ეს იქნება ძალიან კარგი და კარგი საფუძველი ჩაეყრება იმას, რომ ესე იგი ადამიანმა უნდა იცოდეს თავის საკუთარი გვარი, უნდა იცოდეს თავის საკუთარი ფესვები, უნდა იცოდეს თუ ფესვები, ესე იგი მის არ იყოს ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იწყებაო, ხის სიმაღლე ფესვებიდან იწყება, იზომება და ჩვენი სიდიადე და ჩვენი სიმაღლეც, ასე თქვა და ჩვენი სულიერი სიდიადეც ჩვენი ფესვებიდან იზომება. ფესვებიდან, ანუ წარსულიდან იზომება და არა დავუწყოთ აწმყოდან. აწმყო არ არსებობს საერთოდ ბუნებაში, არსებობს წარსული და არსებობს მომავალი და ის წარსული, ჩვენი წარსული, რა ჩვენ გაგვაჩნია ის ნოყიერი წარსული და ნოყიერი ფესვები, იმის საფუძველია, რომ ესე იგი რაც შეიძლება დიდი ხე გაიზარდოს და თუ დავუშვათ ისეთი ფესვები არ გააჩნია იმას, რა ქვია, ხეს, ის ხე მალე წაიქცევა. ანუ ესე იგი ჩვენ იმდენად ღრმა ფესვები გვაქვს და ღრმა არის წარსული ჩვენი წინაპრების ისტორიები, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი უნდა ვიყოთ კიდე და უნდა შევქმნათ რაღაცა, კარგი რაღაცები უნდა შევქმნათ. მე დღეს მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვის დღევანდელი დღეს არის დაბადებული. მე მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მთელი წლის განმავლობაში ველოდები როდის მოვა ჩემი დაბადების დღე, მე საერთოდ პოზიტიური ადამიანი ვარ, მე არ მიყვარს, მე ყველა მიყვარს, ყველას დაბადების დღე მიყვარს და განსაკუთრებით მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ასე თუ მომილოცავთ, მადლობელი დაგჭირდით და არ დამავიწყდებით არც ერთი არ დამავიწყდებით და ყველას იგივეთი გადაგიხდით სამაგეროს, ანუ ყველას მოგილოცავ და ყველას დაგლოცავთ. ეს რაც შეეხება იმას რაც უნდა მეთქვა ალბათ რა, ეხლა რამოდენიმე გვარს გაგაცნობთ, ეხლა მე დღევანდელ დღეს არ ვარ იმ განწყობით რომ რაღაცა ვილაპარაკო ამიტომ ესე იგი მინდა ჩემი წიგნიდან ამონარიდი სახით რამოდენიმე გვარი მინდა გაგაცნობთ და აი დავიწყებ დავუშვათ ასათიანების გვარიდან. აზნაურული გვარი საქართველოში ასათიანი ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისისა წერსა 1073-ცა და მისი შვილი მოვიდა იმერეთს, მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნიდან იწოდებიან ამ გვარად. ასათიანებს იმერეთის საეპოქაზე ეს არის იმისი რა ქვია იონა ბატონიშვილის ცნობებიდან ამოღებული, მე ძალიან ბევრჯერ მithქვია და რატო არ უყვარდა იონა ბატონიშვილს ასე ეს, რატო უყვარდა უпроსურად ეს, რომ ნებისმიერი გვარი ვიღაცას საღასთან მოსულს მიაწერდა. ძალიან იშვიათია, რომ ესე იგი იონა ბატონიშვილს ეთქვას, ესა თუ ეს გვარი არის ადგილობრივი, ნუ სულ აგერ ბერძენი მხედარი ყოფილა თურმე ასაითი და იმას მოყოლია, ბერძენთა მხედრობას მოყოლია და ასია თითქმის 90% იონა ბატონიშვილის გვარებში ყველა ასია. ასათიანებს იმერეთის საეპოქაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ. კერძოდ ისინი იყვნენ საერთო მოურავები. ასათიანეს მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხეებში. დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენის სასამართლოს მდივანი. 1736 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნი მისცა ალექსანდრე მეფემ ხახუთა ასათიანს. ჩვენის გულისათვის ბევრი საქმე გემართათ. მერმე დაგვიაჯენით და ჩვენ ვისმენთ აჯა და მოხსენება თქვენი. შეგიწყალით და გებოძეთ პატრიკეთს. სასახლე თუ გლეხი მათის ცოლშვილით, სახლიკარით, პურმარლით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლოს ეკლესიითა, საძებლითა, უძებლითა გვიბოძებია. გებედნოს ღმერთმა თუ ჩვენი ერთგული იყო, ჩვენს ესე წყალობა არასოდეს არ მოგიშალოს. ეს სხვადასხვა ეს ხახუთა ასათიანი არის ასათიანების საერთო შტოს ესე იგი ის არის რა აქედან იწყება ესე იგი უბოძეს მაშინ ხახუთა ასათიანს თავადობა უბოძეს და თავადური შტოს ესე იგი ასე ვთქვათ ესე გამძელებელია, ასე დამარსებელია. დღეს საქართველოში 3716 ასათიანი ცხოვრობს.
შემდეგი გვარი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, არის ასლამაზიშვილი. ასლამაზიშვილი არის ეპონიმური გვარსახელი. გვარის ფუძეა სახელი ასლამაზა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობენ ასლამაზიშვილები. მათ საერთო ძირი არა აქვთ. ისინი სახაზინო, საეკლესიო საბატონო გლეხები, ხოლო ქვემო ქართლში იყვნენ ბარათაშვილების აზნაურები. პირველად გვარი ასლამაზიშვილი ისტორიულ წყაროებში გვხვდება 1615 წელს ქვემო ქართლში. 1633 წელს შიდა ქართლში, გორში იყვნენ ამილახვრების გლეხები, ასევე 1633 წელს კახეთში იყვნენ ვაჩნაძეების, რუსიშვილების, ბაყაშვილების, აზნაურ ბახუტაშვილებისა და აზნაურ პეტრიაშვილების გლეხები. 1659-1651 წელს ბოლიში გოსაშაბიშვილების აზნაურები იყვნენ უკვე. 1629-1634 წელს სოფელ ერწოში, ასევე 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერებში ფალვან ხოსრო ბარათაშვილის აზნაურები იყვნენ. ამჟამად ასლამაზიშვილები ცხოვრობენ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, დუშეთში, სტეფანწმინდაში და სხვაგან. საქართველოში ასლამაზიშვილების გვარის 429 ადამიანი სახლობს. ახალკაციშვილების გვარზეც მინდა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ. ახალკაციშვილის გვარის ფუძეა სახელი ახალკაცი. ესე იგი, ამ კონკრეტულ სოფელში, ქალაქში და კუთხეში ახლად მოსულია და დაფუძნებული. ეს გვარი საქართველოს თითქმის ყველგან არის გავრცელებული. გადმოცემის მიხედვით ყმა ბატონს გამოქცევია და სხვა სოფელში შეხიზნოდა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარი ახალკაციშვილი. ამავე ძირსაა გვარი ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი. გვარი ახალკაციშვილი საზიაროა. ის ებრაულ გვარებში ფიქსირდება. ისტორიულ წყაროებში გვარი ახალკაციშვილი პირველად იხსენიება 1450 წელს ქვემო ქართლის სოფელ საბუზარში. იყვნენ ბარათაშვილების გლეხები. ბედიანაშვილები გვარი წარმოადგენს ეპონიმურ გვარსახელს, სადაც გვარის ფუძედ უძეს მამაკაცის სახელი ბედიანა. გვარის წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ საქართველო, კახეთი, ზემო შიდა და ქვემო ქართლი. ეს გვარი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წარმოშობისა იყო სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები. ასევე აზნაურებიც იყვნენ. ქართულ საისტორიო საბუთებში ბედიანაშვილთა გვარი პირველად იხსენიება მე-16 საუკუნეში 1523 წლის ბარდაშვილების გაყრის წიგნში 1673-1699 წლებში თავადის დურმიშხან ფალვან ხოსროს შვილის ბარათაშვილის მე დაწერილი რამოდენიმე საბუთში მოწმედ იხსენიება მისივე ყმა ადოა ბედიანაშვილი. ეს გვარიც არის ასევე რაჭაშიცაა გავრცელებული და ქართლშიცაა გავრცელებული. ნაწილი როგორც მოგახსენეთ აზნაურებიც იყვნენ. შემდეგი გვარი არის ბარამიძე გვარი ისტორიულ წყაროებში მე-16 საუკუნიდან ჩანს 1558 წელს ქუთაისის საყდრის დავთაში მოხსენებულია. მე-17 საუკუნეში ქართლშიც გვხვდება. გვარის ფუძეა პიროვნული სახელი ბარამი. ლეგენდარული გადმოცემით ბარამი მესხეთიდან გურიაში დასახლდა. მისი ძმა ქავთარი კი იმერეთში ქავთარაძეების ფუძემდებლად. გვარის ფუძემდებლად ეს სწორი არ არის და იმიტომ რომ მე ქავთარაძეების გვარზე რომ მიდგება საქმე, მაშინ აგიხსნით თუ რატო არ არის სწორი. მე-17-18 საუკუნეში ბარამიძეების სამეფო და სამთავრო ლაშქარში მსახურობდნენ. მე-13 საუკუნიდან გვარი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. დღეს ბარამიძეთა რაოდენობა 5000-მდეა. ყველაზე მეტი მათგანი თბილისში ცხოვრობს, 1026 კაცი. გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ თითქმის ყველა რეგიონში. საკმაოდ აქედან მინდა მივესალმო ბატონ ჯონი ბარამიძეს, რომელიც არის არაჩვეულებრივი პიროვნება და ძალიან სახელგანთქმული თამადაა და კოლორიტი ამ დღეს ითვლება ბათუმის კოლორიტად. აი გამრეკელი თორელებზე მინდა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ. გამრეკელი თორელები მესხეთის ძველი ფეოდალური საგვარეულოა, რომელსაც ვახუშტი ძველთა მთავართა გვარს უწოდებს. მე-12 საუკუნეში ფლობდნენ თმოგვის ციხეს. მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელი თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. თამარის მეფობისას გამრეკელი თორელი ამირახურა დაინიშნა და შემდეგ ამის პასალარიც გახდა. რაც საგვარეულოს გავლენის აღდგენად ითვლება. 1554 წელს მეფე გიორგი გორის მოურავობა გამრეკელ ჯავახიშვილს უბოძა. საგვარეულოა წარმოშობილი არიან ჯავახიშვილები და გამყრელიძეები. მოგვიანებით გამრეკელ თორელები დაკნინდნენ და აზნაურებად იწოდებოდნენ. ამჟამად საქართველოში 153 გამრეკელი ცხოვრობს. მე მინდა დავით
დავითაშვილების გვარზეც მინდა ისა წინა გადაცემაში მე დავითიშვილებზე მქონდა ისა საუბარი და მე არ მინდა რომ ადამიანების შეცდომაში შევიდნენ დავითიშვილი და დავითაშვილები ერთმანეთში არ აერიოთ, იმიტომ დავითიშვილი სხვაგვარია, ესენი არიან ბაგრატიონების შთამომავლები და თავადები იყვნენ, ხოლო დავითაშვილი საერთოდ სხვაგვარია. დავითაშვილები იყვნენ როგორც აზნაურები, ესე იყვნენ გლეხებიც იყვნენ. აი დავითაშვილების აზნაურობას ამტკიცებს ერთ-ერთი წყალობის წიგნი, რომელიც არაგვის ერისთავმა მიართვა დავითაშვილებს. ესე წყალობისა წიგნი გიბოძი ჩვენ არაგვის ერისთავმან ბაძიმ თქვენ დავითაშვილს, ასე რომ მიხვედით კარსა დარბაზისა ჩვენისას და თქვენი ბიზაშვილის ყმასა და მამუს გვიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენის ბიზაშვილის გოგიას ბეითალმანი მამული. ამ საქმით როგორც ბატონის მამიჩემის დროში შენი მამული ქონია, იმ საქმით მოგეცეს და გიბეძნოს ღმერთთან. ჩვენი ერთგულებასა და სამსახურსა შინა. ამჟამად საქართველოში 3590 დავითაშვილი ცხოვრობს. ეს რაღაც გარკვეული ნაწილი იყო აზნაურები, თორე გარკვეული ნაწილი დაუშვათ იყვნენ გლეხები იყვნენ ჩვეულებრივად, იმაში დასაძრახი და დასაკრინებელი არაფერი არ არის პირიქით. პირიქით აი დიდმანიძეების გვარი ერთ-ერთი ძველი ქართული გვარია, რომელიც ძირითადი წარმოშობა გურიესა და აჭარას უკავშირდება, შემდგომში გავრცელდა ნიმერეთსა და სამეგრელოშიც. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება 1552 წელს. მე-18 საუკუნეებში დიდმანიძეები სხვადასხვა სოციალურ ფენაში გვხვდებიან საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო გლეხებად. ისინი დასაქმებულნი იყვნენ უვლიდნენ მიწათმოქმედებით, ხელოსნობასა და ადგილობრივ თემურ საქმიანობაში. დღეს საქართველოში დაახლოებით 524 დიდმანიძე ცხოვრობს, მათგან ყველაზე მეტი თბილისშია 190, ასევე ბათუმშია 179, ოზურგეთში და ქობულეთში. მე მინდა კიდე ერთი გვარი დეკანოიძე მინდა გაგაცნოთ. დეკანოიძე ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან დეკანოზი ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად ხატის მსახური. გვარის წარმოშობის ადგილია დასავლეთ საქართველოს კერძოდ იმერეთი. იყვნენ სასულიერო პირები, საეკლესიო საბატონო გლეხები. პირველი ცნობა ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში იხსენიება მე-17 საუკუნის დასაწყისში. დეკანოიძე გიორგი გლეხი ჩხარის ციხის მეციხოვნე, ლომინაძემ მას წაართვა ძროხის ნახევარი, ნადირა ბლიაძემ 9 ძროხა და ჩხარის ციხეს წაასხაო. აქედან 6 უკან დაუბრუნა და მოკლედ რაღაც ისტორიები არსებობს, მაგრამ მე რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ეს დეკანოზიდან მოდიოდეს ეს გვარი, იმიტომ რომ დეკანოზი ის იყო ეს თანამდებობა იყო, ანუ საეკლესიო თანამდებობა, რომელიც გლეხი ვერ იქნებოდა, ეს იყო აზნაურული, თავად აზნაურული ის იყო თანამდებობა იყო და აქედან გამომდინარე ძალიან საეჭვოა, რომ ესე იგი აი ეს ახლა ჩვენ წაგიკითხეთ, ესე იგი დეკანოიძე, რომელიც დეკანოზიდან არის, ესე იგი წარმოებული ეს გვარი, რომ გლეხთა კატეგორიაში ყოფილიყვნენ და ამიტომ გამოვრიცხავ, მე შეიძლება სხვა ახსნა გქონოდა. მოკლედ ეს იყო სულ ის, რაც უნდა მეთქვა თქვენთვის. მე მინდა ბატონ გაიოზ მამალაძის და მთელ სამეფო კლუბს მადლობა უთხრა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. ეს გადაცემები მომეცა საშუალება, რომ თქვენთვის თქვენს წინაშე წამდგარ ვიყავი და წარმომეჩინა ის გვარები, რა გვარებიც დაუშვათ, რაღაც დაახლოებით 700-800 გვარი, ამ წლების 2 წელნახევრის განმავლობაში 700-800 გვარი თუ მეტი არა წარმოგიდგინეთ თქვენ და ესე იგი ეს აისახა სწორედ იმაში თუ რამდენად საინტერესოა ეს ყველაფერი და რამდენად აინტერესებთ ადამიანებს 170,000 ნახვაზე მეტი აქვს YouTube გადაცემას. შემდეგ მე გავაკეთე კიდე ესე იგი TikTok-ზე გავაკეთე ისა, რომელიც საერთოდ გაგიჟდა და ესე იგი დაახლოებით 800,000 ნახვა აქვს უკვე. მარტო ერთ ნახვას აქვს 500,000 ნახვა აქვს 70,000, 50,000 და ასეთი ნახვები აქვს. ყველაზე ცოტა ნახვა რაც მე იმაშვები არის სადღაც 2300 რო ყველაზე ცოტა ნახვები. ეს იმას ნიშნავს, ხო და კიდე რა არის, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა.
მე სტატისტიკას მივოდევნე ყურადღება და რა ჩემთვის არის ძალიან სასურველი და ძალიან საამაყო, იმიტომ რომ აი ამ ჩემს გადაცემებს ახალგაზრდების საკმაოდ დიდი რაოდენობა მე როგორც ვნახე სტატისტიკამ როგორც მიჩვენა 38%. ანუ იმ 800,000 მაყურებლიდან, მნახველიდან 38% არის, ესე იგი, ახალგაზრდა ადამიანია. ახალგაზრდა ადამიანი ეს მაბედნიერებს მე და იმას მაძლევს, რომ სულ ყველაფერი დაკარგული არ აქვს, ანუ ესე იგი, არიან ადამიანები მაშინ საქართველოში, რომელსაც აინტერესებთ ეს სულ ყველაფერი და ეს იმის საბაბს და იმას გვაძლევს, რომ ჩვენ ესე იგი მომავალი გვაქვს, როგორც ერს. ეს არის ძალიან კარგი და მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც მიყურებს საერთოდ, ვინცაც მოწონს ჩემი გადაცემა, ბევრი ისეთია არ მოწონს ჩემი გადაცემა, მაგრამ მაინც უყურებს, კი ბატონო უყურებთ, ზოგი მლანძღავს, ზოგი მაქებს, რა ვიცი, 1000-ნაირი კომენტარები მოდის ჩემამდე და ზოგს ხან ვბრაზდები, ხან მეცინება და რა ვიცი, ხან ზოგს კიდე მადლობას ვუხდი. რაც ვიზამთ, მინდა დავასრულოთ დღევანდელი ჩემი გადაცემა და თუ გაინტერესებთ ჩემი გადაცემა, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, საქართველოს სამეფო კლუბის გადაცემა არის, ძალიან ბევრს ეშლება სამეფო არხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრის გასაგონად, ჩვენ სამეფო არხი და სამეფო ტელევიზია არა ვართ, ჩვენ ვართ სამეფო კლუბის ტელევიზია ვართ, ეს სულ სხვადასხვა რამეა, ჩვენ არ ვართ სამეფო ტელევიზია, ჩვენ ვართ სამეფო კლუბის ტელევიზია ვართ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიულ გვარები. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერია